მასწავლებლების მსვლელობა თბილისში პედაგოგებმა ოცნების განათლების ახალი რეფორმა გააპროტესტეს. ისინი თავდაპირველად ვასოაბაშიძის თეატრთან შეიკრიბნენ და სამინისტროსკენ მარშით გაემართნენ. კრემლი ოცნების რიტორიკით ისევ კმაყოფილია. პაპუაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებები მოსკოვს იმედს აძლევს, რომ თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას დადებს და ეგრეთ წოდებული საზღვრების დელიმიტაცია დემარკაციას დაიწყებს. ჟენევაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გენადი გატილოვმა რუს ჟურნალისტებთან საუბარში დღეს ლავროვის განცხადებების შინაარსი გაიმეორა. ოკუპანტი ქვეყნის დიპლომატმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების პასუხისმგებლობა ოცნების საგამოძიებო კომისიამ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 20 სამხედრო თურქეთში დღეს დაკრძალეს. ხედრები საქართველოდან რამდენიმე დღის წინ გადაასვენეს. თურქეთში გაგზავნილია შავი ყუთიც, რომლის გაშიფვრის შემდეგაც ავიაკატასტროფის დეტალები ცნობილი გახდება. ბრიტანეთსა და ირლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი ქარიშხალი კლაუდია. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ისევ მოსალოდნელია. მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.